კიდე ერთი გაშლა მინდა შემოგთავაზოთ და სასწრაფოდ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და გავქანდე, ესე იგი ისევ პირადი გაშლები გველოდებიან, ასევე სხვა საქმეებიც. ამიტომ სასწრაფოდ კიდე ერთ პატარა საერთო გაშლას შემოგთავაზებ და საერთო ყველაფერი არ მოქმედებს ჩემო საყვარლებო, პირდაპირ გეუბნებით, იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე, მაქსიმალურად იდენტიფიკაციაში მიხვდებით, რამდენად შეიძლება 20%, 80% ან საერთოდ აგიაროთ შეიძლება იმ გაშლამ, ამიტომ დააკვირდით ხოლმე და ლაიკები არ დაგეზაროთ. გამოიწერეთ ჩემი ეს მესამე და ახალი ერთადერთი გვერდი TikTok-ზე, YouTube-იც გამოიწერეთ ასევე, ვისაც გაინტერესებთ YouTube-ის სახელია სასტარტარო, TikTok-ის სახელია ამჯერად მესამე special one-ი. მე ვარ მაკა და წავედით ახლა გავიგოთ რა გაგახარებთ. ყველა და ყველაფერი გადავდოთ და რა გაგახარებთ უახლოეს ერთი თვის ვადებში. ნოემბერი არის, როგორც მე ვიცი, ასტროლოგიური პროგნოზებიდან ძალიან რთული პერიოდი ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი რაღაცა დასასრულები შეიძლება იყოს და რაღაცა დასაწყისები აქედან გამომდინარე ნოემბრის შემდეგ იყოს თქვენ ცხოვრებაში ყველა ჰოროსკოპის 12 ნიშას ეკუთვნის ეს პროგნოზი, როგორც მე ვიცი, წლის ბოლოს და გავიგოთ, მოდი, ამ ყველაზე რთული ნოემბრის პერიოდში რა გელოდებათ, რა გაგახარებთ, თუ გაშლას ნახავთ ნოემბრის შემდგომ, ვისაც ამოგივარდებათ ან ნახავთ, იქნება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ჩემი გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ და გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის და არავისთვის დანარჩენისთვის. წავედით ახლა გავიგოთ, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ ეს გაშლა რამდენად იქნება თქვენ კომენტარებშიც გააქტიურდით და რა თემატიკა გინდათ რომ საერთო გაშლას ნახოთ ჩემგან, ჩემ გვერდზე, ესეც დამიწერეთ კომენტარებში. თქვენ ხართ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ახლა, მაგრამ მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო ხართ თითქოს რაღაცეების უფლებას ვერ აძლევთ თქვენ თავს, თითქოს რაღაცეებმა შეგბოჭათ კუთხეში მიგაყენოთ, სიტუაციურად იქნება ეს თუ სიყვარულთან დაკავშირებით პაშტასით მიჩვენებენ ახალ სიყვარულთან დაკავშირებით რომ აი თქვენ პირველი ვერ აქტიურობთ, ვერ გადადგავთ ნაბიჯს, რაღაცა ისეთი სიტუაცია გაქვთ, სადაც გეუხერხულებათ, გერიდებათ, რაღაცნაირი ემოციები გაქვთ, თასი გიჭირავთ ამ ადამიანის წინაშე, მაგრამ ვერ ხედავთ თქვენ რა უნდა გააკეთოთ, არ გაქვთ გადადგმის უფლება, ნაბიჯის აქტიურობის უფლებას თქვენ თავს ვერ აძლევთ, რაღაცნაირ უხერხულში ხართ, კუთხეში ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ არის თქვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე. სინამდვილეში ასე არ არის. სინამდვილეში თქვენ რომ ვერაფერს ვერ ხედავთ, ხელები შეკრული გაქვთ გონია და წინ რაღაცა ღობეები გაქვთ, მოქმედების, ეს ყველაფერი არის მენტალიტეტი თქვენი. ეს თქვენი ფიქრიდან გამომდინარეა. ასე სინამდვილეში ასე არ არის, იმიტომ რომ ხმლები ეს ყოველთვის არის ფიქრი, მენტალური მდგომარეობა ადამიანის და არა რეალობა. რეალობა გაცილებით ისეთი რთული არ არის, როგორც თქვენ გონიათ. რეალობაში მიჩვენა ხუთიან ხმალი, შეიძლება რაღაცა პატარა კონფლიქტური სიტუაცია არის თქვენ შორის და დაძაბულია ვითარება, მაგრამ ისეც არ არის, როგორც აი ამ კარტით თქვენ თავში წარმოიდგენთ, რომ არაფრის უფლება არ მაქვს, საშუალება არ მაქვს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ძალიან მეოცნებე ტიპაჟი ხართ, 7-1000-ით ძალიან ფანტაზიური რაღაცებს გეგმავთ და ფანტაზიორობთ, შეიძლება სიზმრები ხშირად გაძლევენ გასაქანს, ასე ვთქვათ, თქვენი აი ეს ემოციური ფონი, რაც გინდათ რომ მოხდეთ. ხშირად შეიძლება სიზმრათაც ნახულობთ ხოლმე აი ამ შეხვედრას, მაგალითად თქვენ პარტნიორთან რაღაცნაირ ჩახუტებას, ერთად ყოფნის მომენტს, აი ძალიან ბევრი ფანტაზიის უნარი გაქვთ და ასე ვთქვათ, ესეც რეალობას არ შეესაბამება, მინდა გითხრათ. 7-1000-ით ზედმეტად ემოციურად უდგებით ყველაფერს და ყველაფერს რაღაცნაირად ვარდისფერი სათვალეებით ამ შემთხვევაში აღიქვავთ, ვიდრე არის რეალობა, იმაზე და გაცილებით დადებითად ღებულობთ. პარტნიორი იქნება, სიტუაცია იქნება, რაღაცები. ყველაფერს ემოციურად მოდი ესე გეტყვი. აი, რაღაცნაირი ტიპაჟი ხართ. შიშებია, ძალიან შეკრული გრძნობთ თქვენ თავს და ძალიან მარწუხებში გრძნობთ, რა მეუფლება არ მაქვს. ეს არის თქვენი მენტალიტეტიდან, აი რაღაცნაირად შებოჭილ მდგომარეობაში იმყოფებით. ეხლა ყველა ვარიანტში ფანტაზია, ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი გაქვთ, ვიდრე არის რეალობაში. იმაზე კარგად აღიქვავთ ყველას და ყველაფერს რაღაცა ვარდისფრად.
ესეც არ შეესაბამება რეალობას. ანუ რეალობიდან ცოტა მოწყვეტილი ხართ, ასე ვიტყოდი და თქვენი ერთგვარი ნაჭუჭში ხართ, თქვენ ერთგვარ კოსმოსში ხართ, არ ვიცი, ურანში ზიხართ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა სხვანაირად აღიქვათ ყველაფერს, ვიდრე არის. ურანი უფრო ალბათ რევოლუციონერი იქნებოდით მაშინ, მაგრამ მოდი ნეპტუნში უფრო უკეთესი იქნება. ნეპტუნი პლანეტა ალბათ შეიძლება თევზების ნიშანი ხართ, არ არის გამორიცხული ამ კარტიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა არ არის საკვირველი. აი ძალიან მეოცნები და ფანტაზიური ტიპაჟი ხართ. თევზები, კიბორჩხალა, მორიელი, დიდი ალბათობით გაშლა შეიძლება ნაწილისთვის იყოს ამ ჰოროსკოპების წარმომადგენლებისთვის. ადამიანი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს თავისი ცხოვრებისეული აღებული, თავის ბეჭებზე ათიან ჟეზლიც და ძალიან ბევრს მიათრევს, დიდი ხანია მიათრევს აი ამ პასუხისმგებლობას, ოჯახის წინაშე იქნება, ახლობლების წინაშე იქნება, სამუშაო რეჟიმი იქნება, რომ სხვის მაგივრათაც მას უწევს მუშაობა, ღამის თენებები იქნება, იქ რაღაცა დაგრუზული სამუშაო რეჟიმი, რომ სულ რაღაც აქვს საქმიანობაში და ვერ ისვენებს, მაგრამ ეს არის 10-იან ჟეზლით გეტყვით ერთგვარი აი ბოლო ეტაპი სირთულეების, იმაზეც ყველას თქვენი გაქვთ ურთიერთობა იქნება, ოჯახური პასუხისმგებლობა იქნება, სამუშაო რეჟიმი იქნება, თუ რა თემატიკაც არ უნდა ეხებოდეს ეს ყველას საერთო გაშლაში თქვენი გაქვთ. უბრალოდ ეს არის ბოლო ეტაპი, ანუ აი ეს უნდა მიიტანოთ ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე, სულ ცოტაც დაგრჩათ, აქ უკვე გამოსავალი ჩანს და უკვე ჩანს სად მიგაქვთ ეს ყველაფერი, რომ აი რაღაცა ერთგვარი გვირაბიდან ნათელი ჩანს უკვე, რომ აი წერტილს ფინიშს უახლოვდებით ერთგვარი აი ამ პასუხისმგებლობის და ამ ტვირთის ტარების და თუ არ დაყრით და მედგრად იქნებით, ესე იგი ამ ყველაფერს მოაგვარებთ და მოაკვარახჭინებთ, ასე ვთქვათ. შეიძლება ზოგისთვის წლის ბოლომდე, შეიძლება ზოგისთვის რამოდენიმე თვეში, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს არის ბოლო რთული ეტაპი, აი ამ მომენტში ვის რაც გაქვთ. ესეთი პიროვნება ხართ, თუ ემთხვევა, ვიცი რომ გამიგრძელდა წინა სიტყვაობა და ეხლა ჰეიტერების კომენტარებსაც ხედავ, მაგრამ ჩემ გვერდზე რამდენსაც მინდა იმდეს ვისაუბრებ, ვისაც არ მოგწონთ, ან ასკროლეთ, ან შეიკავეთ თქვენი ნეგატიური კომენტარები თქვენთვის, ან წერეთ სხვა გვერდზე, თორე დაიბლოკებით ერთი გაფრთხილების შემდეგ ჩემი გვერდიდან. ასე რომ, ნუ მიწერთ იმას, რამდენს ლაპარაკ, რამდენსაც მინდა იმდეს ვილაპარაკებ, ეს არის ტაროლოგიის გვერდი და მე რამდენი ინფორმაციაც მომდის, იმდენს ვიტყვი, წამებს თქვენ ბოდიში და ჩემ ჰეიტერებს ვერ შეგითანხმდებით ნამდვილად და არც შეგითანხმდებით. რა გაგახარებთ ერთი თვის განმავლობაში, ჰეიტერები იქეთ იყოს და რა გაგახარებთ. თქვენი ოჯახური სტაბილურობა გაგახარებთ, ოჯახური სიმყარე გაგახარებთ, ზოგიერთისთვის იქნება ფინანსური კარგი შემოსავალი, არ ვიცი, შეიძლება იყოს რომ რაღაცა ფინანსების კარები, ასე ვთქვათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კარგად გაგეხოთ და რაღაცნაირი, არ ვიცი, მატერიალურად ერთგვარი სიმყარე იგრძნოთ, აი იგრძნოთ ის 10-იან ჟეზლით, რომ აი რომ მუშაობდით თქვენი ფინანსი სად მიდიოდა კაცმა არ იცის, ეხლა ამ თვეში, ამ ერთ თვეში ერთგვარად რაღაცა სიმყარე დაინახოთ და თითქოს ჰაერმა ესე და ქარმა არ წაიღო თქვენი ფინანსური მდგრადობა და წელში გამართულობა, ასე ვიტყოდი. ასევე ნაწილისთვის იქნება რომ გაგახარებთ თქვენი ოჯახური ერთიანობა, ერთნაირი რაღაცნაირი შეიძლება დღესასწაული მოდის ვინმესი ოჯახის წევრის დაბადების დღე იქნება იქ თუ ახლო სანათესაოში სტუმრობა და რაღაცა ნათლობა, რაღაცა ღონისძიება ისეთი, რომელიც შეკრიბავთ, ასე ვთქვათ, ახლო ოჯახის წევრებს, დები, ძმები და რაღაცა ერთიანი სიმყარეს იგრძნობ და ეს ძალიან გაგახარებთ, თუ ვთქვათ, ზოგიერთები და-ძმები, დედმამა სხვადასხვა სახლებში ან სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს, ერთგვარი აი ესეთი შეკრება დღესასწაულივით გქონდეთ და ეს დღესასწაული ძალიან გაგახარებთ, ეს შეიძლება თქვენ სახლში მოხდეს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ან რაღაცა ისეთი შინაურული დღესასწაულის მომენტი ძალიან დადებითად იმოქმედებს თქვენზე. გაგახარებთ ასევე ჟეზლის დედოფალი ამოდის ცეცხლის სტიქიის ქალბატონი, რომელიც თქვენთვის ვინ არის? სიყვარულის ობიექტიაო, რომელზეც ახალი ცეცხლი გაქვთ, ან აპდეიტი გაქვთ ურთიერთობაში და რაღაც ახლიდან აღტკინება გაქვთ, ახლიდან სურვილი გაქვთ ამ ქალის
გვერდზე ყოფნის მისი ჩახუტების და მასთან მთელი ამბების, ან ახალია ეს ურთიერთობა და პეპლები დაგიფრინავთ აგერ ამ ქალთან ისე ძალიან ხიბლავთ მისი შარმით, მისი მომხიბლელობით, მიმზიდველობით, ძალიან სექსუალური და ესეთი ქალია, ყველა სურვილს რომ ყველაფერი რო გინდება, მოკლედ ეს ქალი გაგახარებთ. მიიღეთ. ვეღარ ვასწრებ მეც, მიიღეთ.